მეფე ერეკლეს და ინგილოქალის ამბავი გამახსენდა რა, ესენი რო იყენებენ კოცები მეფე ერეკლეს თავის პროპაგანდისთვის, რომ ეგეთ ჩვენაირი კოლაბორაციონისტი იყო რუსეთთან და არა უშავსო, რო იტყუებიან. ხო და იმ ინგილოქალმა რო ქლიავი გადმოაყარა თავზე. მართლა კოცები რო ყოფილიყვნენ იმის ადგილზე, უეჭველი დაიჭერდნენ. დაიჭერდნენ თუ არა, აი ჯარიმა მაინც არ ასდებოდა, მაგრამ მე მგონია რომ დაიჭერდნენ, აი კობახიძე რო ყოფილიყო მართლა მეფე ერეკლეს ადგილზე, ვაი მაგის პატრონს, მაგრამ იტყოდა რომ აი ლოყა მიწითლდაო ფიზიკური ტკივილი განვიცადეო და ინგილო ქალი იჯდებოდა ეხა ციხეში. ეხლა თუ მაშინ. ხო და ისე საინტერესო მაგალითია მართლა. პროტესტი გამოხატა პატარა გოგონა იმის გამო რომ სპარსეთის ქუდიანი ადამიანი დაინახა მხედართმთავარი ჯარს მოუძღოდა, არ იცოდა რომ მეფე იყო. ხო და ერეკლე მეფემაც ამხელა დემოკრატიულობა გამოამჟღავნა მაშინ რომ მიხვდა, გაიაზრა და ადგა და იმ წუთას მოიხადა ის თავისი სპარსული ქუდი, რომლის წარებასაც ბავშვობიდან ყოფილა მიჩვეული. აი ეგრე საღად შეხვდა პროტესტს, ასე ვთქვათ და ესენი რა ვიცი, აბა ციხეში ყველა პირდაპირ და სპარსული ქუდი რო არ უნდა ხურებოდა მაშინ ჩვენ მეფეს, რუსული ქუდი რატომ უნდა ეხუროს დღეს ჩვენ ხელისუფალს?